მამაო ჩვენო, პირველი და მეორე მოხლის განმარტება. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი. როგორი თავმდაბლობა, როგორი მოზღვავება, უფლის კეთილი ნებისა, როცა მან მოგცა ნება ღმერთს ვუწოდოთ მამა, ხოლო ჩვენ ვიწოდებოდეთ ღვთის შვილებად. ვერავინ გაბედავდა მისი წმიდა სახელის ლოცვაში ხსენებას, თავად მას რომ არ მოეცა ასეთი ლოცვის ნება, ამბობს წმინდა კვიბრიანე კართაგენელი. ქართველთა წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის დარიგებით, ვის ვუწოდებთ ჩვენ მამად ამ სიტყვებით? ვინ მოგცა ჩვენ ასეთი კადნიერება, რომ მამა ვუწოდოთ ღმერთს? ეს ღირსება ძეღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ მოგცა. მაცხოვარმა განკაცებით ადამიანი ღვთის ძეობილად გახადა. ნათელღებული ადამიანი ქრისტეში ღვთის შვილად გინდება. ამიტომ ქრისტიანს შეუძლია ღმერთს მამა უწოდოს. ხედავთ რამხელა წყალობა და ღირსება მოგცა ჩვენ მაცხოვარმა. როდესაც მამაო ჩვენოს ამბობ, კარგად უნდა დაფიქრდე, ხარ კი ღირსი ღმერთს მამა უწოდო. და თუ მამას უწოდებ, მაშინ შენ უნდა გიყვარდეს და ისე უნდა მორჩილებდე მას, როგორც ძეღმერთი მამა ღმერთს. ღმერთი თავისი მადლით ყველგან მყოფია. არ არის ადგილი, სადაც ის არ არის. ამ სიტყვებით ჩვენ მხოლოდ მიგვანიშნებს ჩვენს მშობლიურ სამყოფელსა და კერიაზე. ამიტომ თუ გსურს ღმერთი მამად გყავდეს, ზეცისკენ მიმართე მზერა და არა დედამიწისაკენ. გვასწავლის წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი. წმინდა სილვან სოლუნელი კი ამბობს, ღმერთი რომელიც წმიდაა, წმიდათა შორის განისვენებს. ანგელოზნიკი რომელიც მკვიდრობენ ზეცაში, ჩვენზე წმიდა არიან და ზეცაც უფრო წმიდაა, ვიდრე დედამიწა. აი რატომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ ღმერთი არის ზეცაში? ამით უფალი გვასწავლის მიწიერიდან ზეციერისკენ სვლას და ჩვენს გონებას და გულს ზეცისკენ მიმართავს. წმიდა იყოს სახელი შენი. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, სერაფიმები დაუსრულებლად უგალობენ უფალს ამ საგალობლით. წმიდაო, 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 უფალო საბაოდ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენით. ისინი, ვინც მეფეებს მეფეებად და თვითმპყრობლებად ადიდებენ, თავად არ ანიჭებენ მათ ამ ტიტულებს, არამედ ადიდებენ მათში იმას, რაც მათ უკვე გააჩნიათ. ამის მსგავსად ჩვენს ღმერთს კი არ ვანიჭებთ მის სიწმიდეს, როცა ვამბობთ, წმიდა იყოს სახელი შენი. არამედ ვაქებთ და ვადიდებთ სიწმიდეს, რომელიც არსებითად აქვს მას. ამიტომ სიტყვებში წმიდა იყოს, იგულისხმება დიდებული იყოს. წმიდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს, რას ნიშნავს საყვარელმო ძმანო ეს სიტყვა? რატომ ვამბობთ ჩვენ წმიდა იყოს სახელი შენი? ნუ თუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა. სახელი ღვთისა არის წმიდა და ყველა სახელზე უწმიდესი. ამ სახელით მივმართავთ და ვევედრებით ღმერთს, რომ მისი სახელი იყოს წმიდა ჩვენ შორის. ჩვენი სუფთა და კეთილი ცხოვრებით ჩვენ ვუწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანს. როდესაც ჩვენ ცხოვრობთ სიწმიდით, მაშინ ჩვენ შორის იდიდება ღვთის სახელი, ხოლო თუ ჩვენი ცხოვრება უწმიდურია, მაშინ სახელი ღვთისა ჩვენი მოქმედებით შეიგინება, შეურაცხყოფილ იქნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზეციურო მამაო, ინებე რათა ჩვენ შიშით და სიყვარულით გიწოდებდეთ შენ სათაყვანებელ სახელს, რათა მას ამაოდ არ ვიხსენებდეთ. არ შეილახოს მისი წმიდა სახელი ჩვენი ბიძიერი ცხოვრებით. იდიდებოდეს იგი ჩვენ სულსა და ნებაში, ჩვენ საქმეებში. შენი ყოვლა დიდებული სახელი კეთილ კრძალულებით იდიდებოდეს კაცობრიობის მთელი მოდგმისაგან, ქვეყნიერების ყოველ კუთხეში და ყველა დროში. ამინ.